ამ სასტუმროს ქცევაში იკვეთება ძალიან საინტერესო რამეები. აი პირველი მაგალითად. რატომ შეუშვა სასტუმროს დაცვამ მის სივრცეში შეიარაღებული ადამიანი? დიტო სამხარაძე ჩანს კადრებში ღიად, როგორ დადის აი ამოჩრილი ტრუსიკიდან იარაღით. და ეს დარბის მთვრალი ადამიანის. ამ დონის ბრენდის სასტუმრო თავის სივრცეში უშვებს შეიარაღებულ ადამიანს არაფხიზელ მდგომარეობაში თანაც. არ ჩამოართვა, როგორც წესი სასტუმროში იარაღს ართმევენ, ინახავენ და უბრუნებენ სასტუმროდან გასვლის შემდგომ მათაც, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს. მეორე, რას აკეთებდა დაცვა მას შემდეგ, რაც ეს დიტო სამხარაძის ბანდა გაუსწორდა ფიზიკურად ზვიად ქორიძეს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მკვლევარს, ჟურნალისტს, არ ვიცი, ავტორს და ზოგადად ვინც იცნობს ძალიან ჭკვიან, კეთილშობილ და აბსოლუტურად უკონფლიქტო ადამიანს. როდესაც ეს წერა-კითხვის უცოდინარი ბანდა თავს დაესხა ზვიად ქორიძეს, წიხლები ურტყა დიტო სამხარაძემ დივანს, სადაც ის იჯდა, ვიღაცამ სათვალე დაუმსხვრია და მუშტი ჩასცხოთ სახეში, ვიღაცამ გოჩა მანუელიძემ გაუქანა ყვავილების ქოთანი თავისი მიწით, რომელიც მადლობა ღმერთს აცდა და არ მოხდა. ამის შემდეგ რას აკეთებდა სასტუმროს დაცვა? რა რეაგირება ქონდა აი ამის ჩამდენი კამპანიისადმი? აი რა გააკეთა, რომ იარაღი ჩამოართვა პოლიციაში დარეკა, გაარიდა ადგილს, რა მოიმოქმედა? არანაირი არაფერი. ამათ გააგრძელეს სმა და სასტუმროს დაცვამ ვითომ თავისი მოვალეობა იმით შეასრულა, ზვიად ქორიძე გაიყვანა ადგილიდან და თავის ოთახში შეკეტა. ანუ მისი უსაფრთხოება დაიცვა ოთახში გამოკეტვით და ეს კრიმინალები, წერა-კითხვის უცოდინარი, რაღაცა პითეკანთროპი, აგრესიული ცხოველები, გორილების ბანდა დატოვა გარეთ. სასტუმროს ლობიში, რომლებიც შეიძლება სხვა სტუმრების შემოვიდნენ და მათაც შეექმნეს პრობლემა. ამის შემდეგ დაცვამ წავიდა და დაიძინა ეს აგრესიული ხალხი დატოვა სასტუმროს შესასვლელში და როგორც ჩანს წავიდა და დაიძინა. ყოველ შემთხვევაში ზუსტად არ ვიცით, სად იყო დაცვა, როდესაც 15 წუთის შემდგომ მიმდინარეობდა გახარიაზე თავდასხმა, რამდენიმე წუთის განმავლობაში 10 ადამიანი ფიზიკურად უსწორდებოდა მათ სტუმარს, ფეხებს ურტყავდა, წიხლებს. ყველა ერთად ძირს დაგდებულ, ზოგი წიხლს ურტყავდა და დაცვა რას აკეთებდა ამ დროს? აი ფიზიკურად სად იყო სასტუმროს რა ნაწილში იყო წარმოდგენილი, იმიტომ რომ აი ეს ერთი ძალადობრივის მოხდა, აქ ეს მოძალადეები დატოვეს და საწავიდნენ, დაიძინეს? თუ ხედავდნენ და არაფერს არ აკეთებდნენ, ეს ხო ძალიან საინტერესოა, ხო ძალიან მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, მათ შორის რატომ არ იძლევა ახლა შერატონი კადრებს. და სად იყო ის ადამიანი, ვინც კადრები რო აქვს ამხელა ამდენი ვიდეოკამერა რომ აქვს შერატონს ყველა მხრიდან, გარედან, შიგნიდან, ეს კადრები და ვიდეოკამერები თავს იყრის ყველა ერთ საკონტროლო ცენტრში, სადაც რომელიმე დაცვის თანამშრომელი, ზოგადად როგორც წესი, ცალკე სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი, რომ ვიდეო კონტროლის მონიტორინგი განახორციელოს, ზის და უყურებს რა ხდება სასტუმროში და სადმე ხომ არ არის დარღვევა, სადმე ხომ არ არის რაიმე პრობლემა. აი ამ პერიოდის ამის შემდგომ რაც ზვიად ქორიძეს თავს დაესხენ და აქ მოძალადეები ყავთ სასტუმროში, იციან. ეს სამეთვალყურეო ადგილიც დატოვეს, ანუ სპეციალურად გავიდნენ, იცოდნენ რომ რამე უნდა მომხდარიყო და წავიდნენ საერთოდ სასტუმროდან და სამუშაო ადგილები დატოვეს, თუ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ ამ რამდენიმე წუთის მანძილზე. შემდგომ რატომ არ დარეკა პოლიციაში სასტუმრო ადმინისტრაციამ? რომ აი ასეთი რაღაც მოხდა. თავად ხო არ გააჩერეს, არაფერი არ გააკეთეს და გაუგებარია. თვითონ რატო არ დარეკეს? მას მერეც კი თქვათ, რომ რაღაც ვინმემ გაარიდა სიტუაციას, უთხრა თქვენ ახლა აქ არ იყოთ, წავიდნენ, მოვიდნენ, დაინახეს, რომ ადამიანი არის ნაცემი და ამის მერეც თავად რატომ არ დარეკეს პოლიციაში. ამის ნაცვლად რატომ ადგენდა და დაალაგეს ქიმწმენდა ჩაუტარეს დანაშაულის ადგილს, გაანადგურეს მტკიცებულებები, მოწმინდეს სისხლი, ჭიქები წაიღეს, გაწმინდეს, რომ ანაბეჭდი არ დარჩეს, ვინ იყო ადგილას, ხო? და ასე შემდგომ. და ახლა კიდე საერთოდ უარს ამბობენ იმაზე, რაც კანონით ევალებათ. ეს მომხდარი ფაქტების ვიდეო ჩანაწერების გადაცემაზე ზვიად ქორიძისთვის და გიორგი გახარიასთვის. ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტები და მტკიცებულებების დამალვა, განზარახ ვიდეო მტკიცებულებების დამალვა იმ ფაქტს, რომ შერატონის სტაფი წინასწარ იყო შეთანხმებული ამ თავდასხმაზე, წინასწარ იცოდა, რომ ასეთი რამე უნდა მომხდარიყო
რომ არ უნდა ჩარეულიყო და რეაგირება არ ქონოდა. მე სხვა ახსნას ვერ ვხედავ. ვერც იმ მოვლენების როგორ იმოქმედა, არ ვიცი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს დაცვამ და მთელმა მენეჯმენტმა თავდასხმის მომენტში, თავდასხმის შემდეგ და რა რეაგირებები და რა ნაბიჯები აქვს ახლა. სხვა უბრალოდ არ არსებობს გარდა იმისა, რომ ეს სასტუმროს მენეჯმენტი არ ვიცი, აყვანილი ყავს სულს თანამშრომლობაზე და როგორც ჩანს დიდი ხანია და ეს სასტუმრო არავისთვის არ არის უსაფრთხო ფიზიკური თავდასხმის მხრივაც და სხვა ყველაფრის მხრივაც. და სადაც შენ სულს ყავს აყვანილი სასტუმრო კონტროლზე, ეს ნიშნავს, რომ ასევე ეს სასტუმრო აყვანილი ყავს კონტროლზე თურქეთის, რუსეთის და ირანის სამსახურებს და ყველა ადამიანისთვის, ვისაც რაიმე პრობლემა შეიძლება ჰქონდეს, რომელიმე ამ ქვეყანასთან, ან პოლიტიკური ნიშნით, ან არ ვიცი, რაიმე სხვა ნიშნით, ყველა ადამიანისთვის ეს სასტუმრო არის სახიფათო.